გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე დიზაინერებისთვის. ეს არის კლოდის სკილები და კონკრეტულად Figma სკილები. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ცოტა დამიგვიანდა ამ ვიდეოს ჩაწერა, რადგან ეს თემა უკვე ძალიან აქტუალურია. თუმცა ვიფიქრე, საერთოდ არ ჩაწერა, ჯობს იყოს ჩაწერილი და ერთად გავიაროთ ეს პროცესი. დღეს განვიხილავთ პირველ ნაწილს, რა არის სკილები, როგორ მუშაობს და როგორ უნდა დავასეთაფოთ. ზოგადად რა არის კლოდის სკილები? წარმოიდგინეთ, რომ ეს არის პლაგინი კლოდისთვის. ჩვეულებრივ ხელოვნურ ინტელექტს, რომ სთხოვოთ დიზაინის ან კოდის შექმნა, ის აკეთებს ეგრეთ წოდებულ AI SLOPs, ანუ სტანდარტულ, მოსაწყენ და აშკარად ხელოვნურ დიზაინს, რომელსაც ყველა დიზაინერი მარტივად ცნობს. სკილები კი არის ის დეტალური ინსტრუქციების ნაკრები, რომლებიც კლოდს აიძულებს იფიქროს როგორც გამოცდილმა დიზაინერმა, სანამ რაიმეს შექმნის. Figma სკილები არის სტრუქტურირებული ფაილები, რომლებიც AI-ს ასწავლის თუ როგორ უნდა იმუშაოს უშუალოდ Figma-ში, როგორ შექმნას კომპონენტები, როგორ დააგენერიროს ლეიაუთები, ან დაასინქრონოს სლადები. რატომ გამოგვადგება ეს დიზაინერებს? იმის მაგივრად, რომ ყოველ ჯერზე თავიდან უწეროთ გრძელი პრომპტები, სკილები მრავალჯერადი გამოყენებისაა. ერთხელ ავტვირთავთ და AI ყოველთვის დაიმახსოვრებს მათ. თუმცა აქვე გურწფელად გეტყვით. ამჟამად Figma სკილები ცოტა არასტაბილურად მუშაობს და ზოგჯერ შედეგები არათანმიმდევრულია. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მათი ცოდნა, რადგან მომავალში ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდება და დაგვეხმარება რუტინული ამოცანების ავტომატიზაციაში. მოდი გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე. პირველ რიგში უნდა შევიდეთ Figma-ს სკილების საიტზე, რომელს ლინკსაც აღწერაში აუცილებლად დავდებ და უნდა დავაყენოთ ყველაზე მთავარი Figma-ს სკილები, Figma Use. გადავდივართ უკვე GitHub-ის ლინკზე და აქ ხედავთ, რომ ამ კონკრეტულ Figma Use-ის ფოლდერში არის რეფერენსები და სკილის MD ფაილი. პირველ რიგში უნდა განმოვწეროთ skill MD ფაილი, შევდივართ კონკრეტულად skill MD-ში და აქედან შეგვიძლია განმოვწეროთ download ღილაკით. თუმცა შემდგომ უკვე როცა რეფერენსის დამატება გვინდა ფოლდერში და კონკრეტული ამ სკილების დამატებაც სათითაოდ უნდა ვიწეროთ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გადავიდეთ MCP servers guide-ში, სადაც აბსოლუტურად ყველა სკილი არის წარმოდგენილი, სკილებში რო შევიდეთ, Figma Use და ის სხვა დამატებითი სკილებიც, რომელიც აქ არის ნაჩვენები და აქედან გამომდინარე პირდაპირ MCP servers გადმოვწერ through zip files. შემდგომ უკვე ამოვაარქივოთ ჩვეულებრივად და როგორც აქ არის სტრუქტურა, ანალოგიური სტრუქტურის ფოლდერი და გვხვდება, შევდივართ skill-ში, ვირჩევთ Figma Use და გვხვდება skill MD ფაილი. როგორც აქ. შემდგომ უკვე გადავდივართ კლოდში და კლოდის customize-ის გვერდზე უნდა გადავიდეთ სკილებში. ნუ ეს ჩემი სკილები არის დამატებული. ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ და აქ პლუსზე დაჭერთ create skills და upload a skill. პირველ რიგში უნდა ავტვირთოთ ეხლა ჩვენ skill MD ფაილი და Figma Use-ში skill MD ატვირთულია. ხოლო ეხლა რას ვაკეთებთ? გადავდივართ უკვე ჩატში და აუცილებლად უნდა მივწეროთ, რომ ის როგორც ვნახეთ, კონკრეტულად როგორც ვნახეთ, skills Figma Use-ის შიგნით არის რეფერენსები და working with design system-ის ფოლდერი. ეხლა ჩვენ უნდა დავასეთავოთ ეს ყველაფერი თვითონ კლოდის დახმარებით, რა თქმა უნდა, ტერმინალითაც ხდება ბრძანების გაშვება და ტერმინალიდან დაყენება, თუმცა დიზაინერებს ზოგადად ტერმინალში მუშაობა დიდად არ უყვარს და აქედან გამომდინარე პირდაპირ მივწეროთ კლოდს. და რას ვაკეთებთ ახლა? Figma Use-ის ფოლდერში შევდივართ შემდგომ რეფერენსებში და რეფერენსებში არსებული ყველა MD ფაილი უნდა მოვნიშნოთ. ჩავაგდოთ ჩატში და მივწეროთ კლოდს. ატვირთული ფაილები და მარტე Figma Use skill-ში რეფერენსის ფოლდერის შიგნით და დამიპაკეტე მთლიანი skill zip ad, რომ შემეძლოს
Cloud-ის skills panel-ში ხელახლა ატვირთვა ამოცვლა. დავაგზავნოთ და დაველოდოთ რამოდენიმე წამი, რადგან ამას დიდი დრო რეალურად არ ჭირდება. და რატომ მოთხოვე რეალურად zip ფაილი და არა პირდაპირ განახლება. რეალურად Cloud-ის ინტერფეისში არ აქვს უფლება პირდაპირ შეცვალოს skill ფაილები, რადგან read-only-ია, ამიტომ workflow ასეთია. Cloud-ი აპაკეტებს zip ფაილად და ჩვენ ხელით გვიწევს შემდგომ მისი ამოცვლა ძალიან მარტივად. როგორც ხედავთ, მეგობრებო, უკვე შექმნა Cloud-მა Figma skill-ის subfolder-ი, ესე რო ვქნათ და აქ ახლიდან რო არ განმოვწეროთ ეს zip ფაილი და ახლიდან რო არ ავტვირთოთ, scale skills დავაწვევით, upload and replace გავუკეთოთ და რო გადავიდეთ უკვე customization-ში და შევიდეთ Figma U-ში, ხედავთ რომ გამოჩნდა დამატებითი references skill-ები. ასევე references folder-ში არის ასევე შემდეგი folder-ი working with design systems და ანალოგიურად ესეც დავამატოთ, ავტვირთოთ MD ფაილები და მივწეროთ references folder-ში ანალოგიური სტრუქტურით შექმნილი ახალი folder-ი working with design system და მან შევიტანოთ ეს skill-ები. დავალოდოთ ისევ რამოდენიმე წუთი. როგორც ხედავთ, დასრულა ამაზე მუშაობაც. References folder-ში არის working with design systems და შეტანილი არის შესაბამისი MD ფაილები. აქაც save skills დავაწვევით. Upload and replace ანალოგიურად გავიმეოროთ. და customization-ში რო გადავიდეთ, უკვე skill-ებში ვხედავთ, რომ Figma U-ში არის references, შემდეგი არის უკვე working with design systems და ყველა ეს ჩვენი skill-ი ატვირთულია. ასევე აქ არის დამატებითი კიდე skill-ები, რომელიც არის მაგალითად Figma-ს შექმნილი ან თუნდაც სხვა user-ების skill-ები, რომლებსაც განთავსებული აქვს ესე ვთქვათ, community-ში ეს skill-ები და მოდი მაგალითად გადმოვწეროთ Figma Generate Design და Figma Generate Library. მოდი იყოს Figma Generate Library, შევდივართ შიგნით, skill MD-ს ვიწერთ, reference-ები ამ ეტაპზე არ გვინდა, ანალოგიურად გეცდება ყველაფერი, თუმცა ჩვენ როგორც თავიდან MCP server guide-ი გადმოვწერეთ, მაქედან გამომდინარე იმ ფაილში უკვე აბსოლუტურად ყველა skill-ი გვაქვს და უბრალოდ დაუბრუნდეთ ჩვენ skill-ებში create uploaded skills და ავირჩიოთ Figma generate design-ის skill MD, შემოვიტანოთ და როგორც ხედავთ, მორიგი skill-იც მარტივად დაყენდა. სულ ეს არის, მეგობრებო, რაც setup შეეხება. როგორც გითხარით, ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. ეხლა ფოკუსი მოვახდინეთ იმაზე, თუ რა არის და როგორ შემოვიტანოთ საბაზისო skill-ები. ვიდეოს მეორე ნაწილი კი უფრო სიღრმისეული იქნება. როგორ შევქმნათ custom Cloud-ის skill-ები უშუალოდ ჩვენი პროექტის და დიზაინ სისტემის ჭრილში, რათა Cloud-მა ჩვენი ბრენდის წესებით ეხელმძღვანელოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ მსგავსი ვიდეოები. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია. დროებით.